Ამოვიდნენ და დეკანოზის ძმამ პირველი განმარტებები გააკეთა მედიასთან, ასევე საპატრიარქოდან გამოვიდა პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი და ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თუ რა უთხრა მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ. პოზიტიური ხასიათი ჰქონდა. ეს შეხვედრა ალბათ უნდა გამართულიყო, რადგანაც ოჯახის წევრებს რატომღაც ჰქონდათ ასეთი წარმოდგენა, რომ თითქოს და მისი უწმინდესობა არ იყო ინფორმირებული იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგისთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ისინი თვითონ დაარწმუნდნენ, რომ პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა, დეტალებშიც კი ნიუანსები იცის მან. ოღონდ ვიცით იმდენი, რამდენიც იცის საზოგადოებამ. ჩვენ სხვა შემხებლობა და სხვა ინფორმაციები არსაიდან არ მოგდის. აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსოლუტურად მისმა უწმინდესობამ აბსოლუტურად სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც იქნება, ის უნდა იყოს მისაღები. აქედან უაწყვეტინებდნენ სასულიერო პირები საუბარს ოჯახის კონკრეტულად რომ რამდენჯერმე მან შეაწყვეტინა. მამა დავითი ჭინჭარაული ესწრებოდა შეხვედრას, მან რამდენჯერმე ითხოვა სიტყვა და მან აუხსნა მათ ჰქონდათ ასეთი შეკითხვა, რომ რატომ არ შედიან სასულიერო პირები მამა გიორგის მოსანახულებლად. მამა დავით ჭინჭარაულს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია გამეორება ერთი და იგივე ტექსტის, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის. აი ეს იყო მამა დავითი ჭინჭარაულის იქ გამოჩენის მიზეზი. მეუღლე იაკობს რაც შეეხება, მეუღლე იაკობზე იყო საუბარი, რომ მან ესე ვთქვათ, საუბარი შეაწყვეტინა. მე მისთვის საუბარი არ შემიწყვეტიებია, უბრალოდ მე მას მოუწოდე, რომ შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუღლე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი არ უთქვავს და რატოღაც მამალაძე მასაც ახსენებდა, რომ ის ერეოდა ამ საუბრებში. მოკლედ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთ და იგივე ფაქტის და მოვლენის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიტანს იქიდან ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია, რასაც ისინი საუბრობენ. პროფესორეთ მამა გიორგის ძმა რასაც საუბრობს. ეს მისი ხედვა და მისი ინტერპრეტაციებია. მე მოგახსენეთ, ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა, როგორც უკვე გითხარით და თუ ამისი აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრას გამოვაქვეყნებთ აი ამ შეხვედრის და თქვენ თვითონ დაარწმუნდებით, როგორ კარგად ერკვევა მისი უწმინდესობა სიტუაციაში და რატომღაც თორნიკე მამალაძე ისევ ცდილობს, რომ თქვას, რომ მისი უწმინდესობა რაღაც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. თორნიკე მამალაძემ თქვა, რომ პატრიარქი მხარს უჭერს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და აფიქსირა პატრიარქმა ეს მოსაზრება. მისმა უწმინდესობამ ბრძანა მაშინაც და ახლაც იგივე პოზიციას აფიქსირებს. მისთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი ეს რა თქმა უნდა ასე თქვა მისმა უწმინდესობამ და ამის თქმა არ შეიძლება. ის კარგად იცნობდა მამა გიორგის და ის რომ ის დააკავეს, მისთვის იყო უდიდესი მოულოდნელობა. ისე როგორც მისი უწმინდესობისთვის, ისე მთლიანად საქართველოს საპატრიარქოსთვის და ალბათ ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ის რა ბრალიც აქვს საყენებელი მამა გიორგი მამალაძის. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არა ვართ დაინტერესებული მხარე, ჩვენ ველოდებით მხოლოდ ობიექტურ სიმართლეს, რომ გამოძიებამ დაადოს სიმართლე თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და რა მზადდებოდა მისი უწმინდესობის შენახვა. შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს ამ საქმის გარშემო? დავძიეთ რა. ალბათ ის შეიძლება შეიცვალოს, რომ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მის მიმართ აქ ტენდენციურად განწყობილი არავინ არაა. ყველა ველოდებით სიმართლის დადგენას და არანაირი ბარიერები უწმინდესთან ურთიერთობების არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ კორექტულობა, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი იმყოფებიან საქართველოს საპატრიარქოში და ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს და მით უმეტეს მის უწმინდესობას. დეკანოზის ოჯახის წევრები ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრებოდნენ საპატრიარქოს. ასეთი შეხვედრა უნდა გამართულიყო. მე მჯერა, რომ ოჯახის წევრები დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი დეტალებში გარკვეული. ასეთი განცხადება გააკეთა მამა მიქაელ ბოტკოველმა, ის პატრიარქის მდივანია, სხვათა შორის სწორედ სიანიდის საქმის, ეგრეთ წოდებული დეკანოზის საქმის მიმდინარეობისას ამ ვთქვათ პროცესში მამა მიქაელ ბოტკოველი იყო, რომელმაც მდივნის